მოგესალმებით მეგობრებო. დღე მესამე. ჩვენი 14 დღიანი გზა გრძელდება. პირველი 2 დღე დავუთმეთ დილის წესრიგს და სხეულის გაცნობიერებას. დღეს მესამე დღეს ჩვენ პრაქტიკაში მოგვაქვს დინამიკა. სხეული და გონება ერთიანდება მოძრაობაში. დინაჩარია. პირველ რიგში გაიმეორე პირველი და მეორე დღის ყველა პრაქტიკა. გაღვიძება, ენის წმენდა, წყალი, სიჩუმე, სახსრების გაშლა. სახსრების გაშლა 5 წუთი. კისრის წრიული მოძრაობები, ხრების დატრიალება წინ და უკან, მიდაყვების მოძრაობა, მაჯების დატრიალება, მენჯის მსუბუქი მოძრაობა, მუხლების მუხრა და გაშლა, ტერფების დატრიალება. შემდეგ ჩვენ ვიწყებთ სურია ნამასკარა. ეს არის იოგას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ფუნდამენტური კომპლექსი. სანსკრიტზე სურია ნიშნავს მზეს, ხოლო ნამასკარა თაყვანისცემას ან მისალმებას. შეასრულე 6 სრული წრე. იმოძრავე ნელა სუნთქვასთან სინქრონში. ყურადღება გადაიტანე მოძრაობასა და სუნთქვაზე. გახსოვდეს, სიჩქარე არ არის მთავარი. მთავარია ცნობიერება და კონტროლი თითოეულ მოძრაობაზე. მეგობრებო, რაც შეეხება სურია ნამასკარას, ეს არის შედგება 12 ცალკეული ვარჯიშისგან და მე ამას დავდებ ცალკე თვითონ ამ თავს დავდებ Facebook გვერდზე აუცილებლად და კიდევ მე მაქვს სხვა პრაქტიკები 19 ძირითადი პრაქტიკა მაქვს დადებული მთლიანად ეს მოცული თუ ექნება მსურველი დაინტერესდება შეიძლება წაიკითხოს ეს არის ძალიან დიდი პოსტების მე თქვენთვის სპეციალურად შევკრიბე ეს ინფორმაცია რომ ყველა ეს ინფორმაცია იყოს ერთად თავმოყრილი დღეს ინფორმაციის ნაკლებობა არ არის მოგეხსენებათ თქვენ თვითონ შეგიძლიათ მოიძიოთ AI-ის დახმარებით ასევე შეგიძლიათ AI-ის კითხოთ სურია ნამასკარას 12 ვარჯიში მოკლედ გავაგრძელოთ პრანაიამა სრული იოგური სუნთქვა 7 წუთი ეს არის მეორე დღის პრაქტიკის გამეორება მაგრამ უფრო გაღრმავებული ფოკუსით ტექნიკა ჩასუნთქვა მუცელი ნეკნები გულმკერდი ამოსუნთქვა გულმკერდი ნეკნები მუცელი სუნთქვა უნდა იყოს ნელი ღრმა უწყლედი და სრულიად მშვიდი ხამაურის გარეშე სურია ნამასკარა არის დინამიკური პრაქტიკა თუ გაქვს ზურგის ან მუცლის მწვავე ტკივილი მოძრაობები შეასრულე ფრთხილად ან არ გადატვირთო შენი სხეული თუ სუნთქვა ირღვევა შეჩერდი და დაუბრუნდი ნორმალურ რიტმს ეს პრაქტიკა უსაფრთხოა თუ მას აკეთებ შენი შესაძლებლობის ფარგლებში შემდეგი არის ტაპასი დღე ჭორისა და სხვისი გახილვის გარეშე მთელი დღის განმავლობაში არ მიიღო მონაწილეობა ჭორებში სხვისი ცხოვრების განხილვაში ან უსარგებლო კრიტიკაში მთელი ყურადღება გადაიტანე მხოლოდ საკუთარ თავზე ეს არის ენერგიის დაცვა და ფოკუსის გაძლიერება რატომ ვაკეთებ ჩვენ ამას სურია ნამასკარა აცოცხლებს ენერგიასა და სხეულს ხოლო ჭორაობაზე უარის თქმა ფსიქოლოგიურად გვეხმარება ენერგიის შენარჩუნებაში როცა სხვის განხილვას წყვეტთ უბრუნდებით საკუთარ თავს
ეს არის ფოკუსის გაძლიერების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პრაქტიკა. ეხლა კი ჩვენი ტესტი. ყოველდღიური ტესტი. დღე მესამემ რამდენად ქონდა პაუზა ემოციასა და რეაქციას შორის? 1-დან 5-მდე ნებისმიერი რიცხვ ციფრი აირჩიე, 1 იქნება არანაირი, 5 ყოველთვის. მეგობრებო, ეს იყო მესამე დღე. მადლობა რომ ხარ გაცნობიერებული. ხვალ გავაგრძელებთ ნახვამდის.